საბჭოთა ომები რუსეთ-უკრაინის დაუსრულებელი ომი და პოლიტიკური გაურკვევლობა ასე შეიძლება შეფასდეს რამდენიმე სიტყვით 2025 წელი, თუმცა ამის მიუხედავად მთლიანობაში გლობალური ეკონომიკის ზრდა მოსაოდნელზე მაღალი 3% აღმოჩნდა. როგორც TBC კაპიტალი აღნიშნავს, მოთხოვნა ფისკალურმა მხარდაჭერამ დააბალანსა. ტარიფების ინფლაციური გავლენა კი მოსაოდნელზე ნელი იყო. ასევე გრძელდება დეინფლაცია, თუმცა ნელი ტემპით, რადგან საბაზო ინფლაცია კვლავ მაღალია. როგორ ხვდება მსოფლიო ეკონომიკა 2026 წელს, რა გამოწვევები ჩანს საქართველოსთვის და როგორი უნდა იყოს ნაბიჯები მათზე საპასუხოდ. ვახტანგ ჭარაია გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის პრორექტორი გვერდება ბიზნეს პარტნიორის პირდაპირ ეთერში. მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში ჩართვისთვის. მაშასე, როგორ შეაფასებდით 2025 წელს და მე უკვე ვისაუბროთ იმაზე, თუ როგორი მოლოდინები გვაქვს 2026 წელთან მიმართებაში. გამარჯობა, გილოცავთ ახალ წელს შობას, ჩვენს ყველა მაყურებელს მიგულოცავ აგრეთვე. რაც შეეხება 2025 წლის შეჯამებას, ძალიან დიდი ქარტეხილების წელი იყო, ძალიან ბევრი გამოწვევა იყო, ძალიან შეიძლება ითქვას რთული წელი იყო, თუმცა საქართველოსთვის ის ეკონომიკური მაჩვენებლები, რომლებიც დაფიქსირდა, რომელიც ამ წუთას გვაქვს ყოველ შემთხვევაში ხელმისაწვდომი, საკმაოდ პოზიტიური გამოდგა, იგივე ეკონომიკური ზრდის იქნება თუ ზოგადად ფინანსური აქტიურობის კუთხით ქვეყანაში, შეიძლება ითქვას, რომ საკმაოდ პოზიტიური წელი იყო, რა თქმა უნდა, ჯერ ისევ არ უნდა ვერ მივახციეთ იმას, რომ ეს ზრდა და კეთილდღეობა თანაბრად აისახოთ მოსახლეობის ყველა ფენაზე. სამწუხაროდ, ჯერ ისევ არის ეს გამოწვევა, თუმცა წლიდან წლამდე მაჩვენებლები საკმაოდ პოზიტიურად გამოიყურება და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ სიღარიბეც დაიძლევა ახლა მომავალში საქართველოში და არა მარტო სიღარიბის დაძლევაზე გვექნება საუბარი, არამედ რეალურ პროგრესზე, რომელიც ქვეყანას განავითარებს. რა თქმა უნდა, დარგიდან დარგამდე განსხვავებული იყო შედეგიანობა შარშანდელი, თუმცა საკმაოდ პოზიტიური წელი გამოდგა ტურიზმისთვის, საკმაოდ პოზიტიური წელი გამოდგა ზოგადი ეკონომიკური აქტიურობისთვის, ეს იქნება ვაჭრობა, მშენებლობა თუ სხვა დარგებისთვის, საფინანსო სექტორისთვის საკმაოდ წარმატებული წელი იყო. იყო და რჩება ჯერ კიდევ საკმაოდ ესე ვთქვათ, გამოწვევა თუნდაც ინვესტიციების მიმართულებით. ბოლო პერიოდში მნიშვნელოვანია, რომ უცხოური ინვესტიციები უფრო მეტად დივერსიფიცირებული და უფრო მეტი ოდენობით მოედინებოდეს საქართველოში და ამისი მიღწევა იმედია 2026 წელს მოხერხდება და გადაწყდება ის ნავსი, რომელიც არ იყო მაინც საქართველოს სასარგებლოდ ბოლო პერიოდში. ამასთან ერთად გამოწვევებს შორის ადგილობრივად დავასახელებდი საკმაოდ მაღალ ინფლაციას, მიუხედავად იმისა, რომ ეს უფრო ნაკლებია ვიდრე წლების წინ იყო და ორნიშნა ინფლაციაც ჰქონდა ჩვენ სულ ახლო წარსულში, მაინც ფასები საქართველოში საკმაოდ არის გაზრდილი და საქართველოში არსებული ფასები ბევრი ევროპული დედაქალაქის ფასებსაც კი შეიძლება გაუტოლდეს მრავალი მიმართულებით, განსაკუთრებით სურსათის კუთხით. შესაბამისად, აქ ჯერ კიდევ მუშაობა საჭირო, მეტი დივერსიფიცირება, მეტი მოთამაშეების გაჩენა, მეტი ინვესტიცია საჭირო იმისთვის, რომ ფასებმა მოახდინონ გარკვეული ადაპტირება საზოგადოების ინტერესებთან მიმართებაში. რა თქმა უნდა, ესე კანონებით მათი დაკლება არის პრაქტიკულად შეუძლებელი და შეიძლება სხვა უკუღო ეფექტებიც გამოიწვიოს, თუმცა ისევ და ისევ ბაზრის დივერსიფიცირება და მეტი ინვესტირება, იგივე დაუშვათ სურსათის შემთხვევაში ადგილობრივი წარმოების, იგივე სოფლის მეურნეობის თუ სხვა მიმართულებით იქნება სასარგებლო. იმპორტირებულ სამწუხაროდ ჩვენ ვერაფერს ვერ უშვებით, რა ფასადაც შემოვა საქონელი ის არის, ხან გაიზრდება, ხან შემცირდება, თუმცა არის ადგილობრივ ბაზარზე თუნდაც იგივე მაღაზიების, სავაჭრო ქსელების ფასნამატი, ამ ბაზარზე შესვლის ტარიფი ეგრეთ წოდებული, რომელიც შეიძლება იყოს უფრო მეტად ადეკვატური და უფრო მეტად საქართველოს რეალობას მორგებული, ასე რომ მოსახლეობისთვის წელი შეიძლება მრავალმხრივი იყოს შეფასების კუთხით, როგორც წარმატებების, ასევე წარუმატებლობების თუ გარკვეული გამოწვევების კუთხით, მაგალითად ინფლაციის კუთხით საზოგადოებაზე ძალიან მტკივნეულად მოქმედებს ეს ფაქტორი და მტკივნეულია, თუმცა მთლიანად ეკონომიკისთვის თუ ავიღებთ, წელი საკმაოდ შეიძლება პოზიტიურადაც კი შეფასდეს. კი ბატონო, რაც შეეხება 2026 წელს, ეროვნული ბანკი ვარაუდობს, მათ შორის გალთეთთან ერთიც, რომ ინფლაცია იქნება საკმაოდ ისე მიზნობრივთან ახლოს და გალთი პირდაპირ აცხადებს, რომ 3%-ის ფარგლებში იმერყევს. რამდენად შეიძლება ამ ტიპის მოლოდინები გქონდეს საგარეო თუ ადგილობრივი ფაქტორების გათვალისწინებით და ფიქრობ თუ არა უნდა
ნახეთ ინფლაცია შენარჩუნება მიზნობრივის ფარგლებში და ასევე ძალიან საინტერესოა ეროვნულ ვალუტასთან დაკავშირებით არსებული მოლოდინები. ლარი საკმაოდ სტაბილური იყო 2025 წელს, განსაკუთრებით წლის მეორე ნახევარში. ამ კუთხით დღეს როგორი სურათი გვაქვს და მოლოდინები, რადგანაც მოლოდინებზე გვიწევს ახლა ჯერ წლის დასაწყისში საუბარი, რა პერსპექტივა ჩანს? Galti იქნება ეს თუ სხვა ორგანიზაცია, ვინც აკეთებს პროგნოზირებას თუნდაც ინფლაციის, რა თქმა უნდა ეყრდნობა გარკვეულ პარამეტრებს, წლიდან წლამდე გარკვეული ისტორიული მონაცემებით იქნება თუ გარკვეული მოლოდინებით ადგენს იმას თუ რა იქნება ინფლაცია მომდევნო წელს, თუმცა სინამდვილეში, პროგნოზი პროგნოზად გასაგებია, მაგრამ ფაქტობრივად შეუძლებელია პროგნოზი დადო ინფლაციის თუ რა იქნება, ზუსტად მით უმეტეს ეს იქნება 3%, 2 თუ 7 პირობითად და მით უმეტეს იმ გეოპოლიტიკურ მდგომარეობაში, სადაც დღეს ჩვენ ვიმყოფებით და იგივე რუსეთ-უკრაინის ომის საკითხი იქნება თუ ირანში მიმდინარე მოვლენები იქნება თუ ზოგადად მსოფლიო გეოპოლიტიკაში მიმდინარე საკითხები იქნება, ყველაფერი ეს მოქმედებს ფასებზე, საქართველოში არსებულ ფასებზე, არა მარტო ეროვნული წარმოების ჭრილში, არამედ როგორც ჩვენ იმპორტ დამოკიდებული და მაღალი დოზით იმპორტ მომხმარებელი ქვეყანა, დამოკიდებული ვართ საგარეო ფასებზე, შესაბამისად მე ესე გამიჭირდება ზუსტად შეგიფასოთ რომ ეს იქნება 3%, რა თქმა უნდა, კარგი იქნება თუ ეს 3% იქნება და არა მეტი, შეიძლება აი რიგითი მაყურებლისთვის დაუშვათ ეგონოს რომ დაუშვათ ფასების კლება, ანუ დეფლაცია უფრო უკეთესიც კი იყოს ვიდრე ინფლაცია, თუმცა ეს სიღრმეებში რომ შევიდეთ, ინფლაცია უფრო მეტად მიზანშეწონილია ვიდრე დეფლაცია მოკლევადიან პერიოდში როგორც მინიმუმ, ასე რომ ესე ვთქვათ ფასების ზრდა გარდაუვალია, თუ გვინდა რომ თან ქვეყანაც განვითარდეს, მაგრამ ამასთან ერთად უნდა გავითვალისწინოთ რომ ფასების შენარჩუნება არ არის მარტო საქართველოს ხელისუფლებაზე დამოკიდებული, როგორც მოგახსენეთ, იმპორტ დამოკიდებული ქვეყანა ვართ, გაცვლითი კურსი საკმაოდ შეიძლება მყიფე იყოს, მოგეხსენებათ 2025 წელს ლარი იყო უსტაბილურესი, თუ შეიძლება ასე ითქვას, ანუ ყველაზე სტაბილური იყო, რაც კი მახსოვს, რაღაცა ბოლო 10 წლის განმავლობაში ალბათ მინიმუმ, თუმცა იმის ხარჯზე რომ ეროვნული ბანკი ახდენდა ინვესტირებას ერთი მხრივ ამ ფიქსირებული ყარი, ფიქსირებული არ იყო საკმაოდ სტაბილური გაცვლითი კურსის თვის, რისთვისაც მან გარკვეულ პერიოდში დახარჯა დიდი რაოდენობით უცხოური რეზერვები, თუმცა წლის ჯამი რომ ავიღოთ, ეროვნულმა ბანკმა საკმაოდ დიდი რაოდენობით ამოიღო მიმოქცევიდან უცხოური ვალუტა და შეავსო თავისი რეზერვები, რომელიც ახლა ისტორიულ მაქსიმუმზეა სხვათა შორის 6 მილიარდზე მეტი დოლარის ოდენობით, ასე რომ ყველაფერს აქვს თავისი ფასი, ესე ვთქვათ, შეიძლება ჩვენ კონდეს გაცვლითი კურსის სტაბილურობა და ეს მიზანშეწონილია, რა თქმა უნდა, თუმცა ეს გარკვეული ხარჯით ზრდება, თუმცა რაღაც პერიოდში შეიძლება ეროვნულმა ბანკმა თავისი დახარჯული რეზერვები უკანაც ამოიღოს, ასე რომ გარანტირებულად ესე ვთქვათ, რთულია თქმა, თუ რამდენი პროცენტი იქნება წელს 2026 წელს, მაგრამ მნიშვნელოვანია რომ ეს ინფლაცია იყოს დაბალანსებული კატეგორიებს შორის, აი მოსახლეობის რიგითი მაყურებლის თვალით რომ შევხედოთ, მისთვის შეიძლება შარშანდელი პირობითად ინფლაციაც იყოს ძალიან მაღალი, იმიტომ რომ მოსახლეობის ძირითადი ხარჯები უმრავლესობის მოსახლეობის არის სურსაცა და მიმდინარე ესე ვთქვათ ყოფით საკითხებზე იქნება ეს ელექტროენერგიის ხარჯი, სხვადასხვა კომუნალური ეგრეთ წოდებული ხარჯები, სამედიცინო ტიპის ხარჯები, ფარმაცევტული ხარჯები და აი რაღაც სურსათთან დაკავშირებული ხარჯები, რომელიც ფაქტობრივად ყველაზე სწრაფად იზრდება წლიდან წლამდე, ხოლო ის კატეგორიები, რომელსაც მოსახლეობის ფართოფენები შედარებით ნაკლებად მოიხმარს, უფრო დაბალ ინფლაციურია, ან საერთოდ უარყოფით ნიშნულშიც კი გადის, მაგრამ შეიძლება ვიღაცისთვის გაურკვეველიც კი იყოს, როგორც შეიძლება იყოს პირობითად ვთქვათ 5%-იანი ინფლაცია, როდესაც სურსათზე პირობითად 10%-ით იზრდება ფასები. ამაში ესე ვთქვათ გარკვევა უფრო მეტად ესე ვთქვათ საჭირო, ის მონაცემები არც ერთი თხუის და არც მეორე, რაც არის ოფიციალური, უბრალოდ ფაქტი არის ის, რომ გასაშუალებული ინფლაცია მოსახლეობის ფართოფენისთვის არის უფრო ნაკლებად რელევანტური ვიდრე სურსათზე, მედიკამენტებზე ან პირობითად საყოფაცხოვრებო ხარჯებზე გაწეული ხარჯები, სადაც ფასები უფრო სწრაფად იზრდება ვიდრე სხვა სექტორებში. შესაბამისად, ესეც არის ერთ-ერთი გამოწვევა საქართველოს ეკონომიკის და
ფაქტია, რომ ესეც 2026 წელს იქნება ერთ-ერთი გამოწვევა, როგორც კი ბატონო. კი ბატონო, კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემა ეს არის საგარეო ფაქტორები, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ როდესაც საუბრობთ საქართველოს შემოსავლების ნაწილზე, ტურიზმი არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სეგმენტი, საიდან საქართველოში შემოდის ფულადი რესურსი და შესაბამისად ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ტურისტულად დატვირთული წელი გქონდეს და როდესაც გლობალურად გარკვეული პრობლემებია მსოფლიოში, ეს გავლენას ახდენს მთლიანობაში საქართველოს ტურიზმის სტატისტიკაზეც. გლობალურად არსებული პრობლემები წლევანდელი წელი როგორც დაიწყო, მათ შორის თუნდაც იგივე ირანში მიმდინარე პროცესები, რამდენად შეიძლება საბჭოთა ჯამში აისახოს ამ გადმოსახედიდან ბუნებრივია ჩვენ ვერ ვისაუბრებთ შემდგომ პერიოდებში როგორ განვითარდება მოვლენები, ამ გადმოსახედიდან როგორც დაიწყო წელი, რა ტიპის მოლოდინები შეიძლება ჰქონდეს ამ კუთხით დაუშვათ მომხმარებელს? საქართველოს ტურისტული პოტენციალი წლიდან წლამდე იზრდება და მაჩვენებლები უმჯობესდება, საკმაოდ დივერსიფიცირებულია ქართული ტურისტული ბაზარი, რა თქმა უნდა, უფრო მეტ ევროპელ დაუშვათ ან დასავლელ ტურისტების სურვებით ვიდრე აზიელს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ქვეყნების ჭრილში რო შეხედოთ და ხარჯვის კუთხით რომ შეაფასოთ, საკმაოდ დივერსიფიცირებულია, ყველანაირი ტურისტი ჩამოდის, საკმაოდ მრავალფეროვანია მათი წარმომავლობა და დასვენების კუთხითაც საქართველოში მრავალ მიმართულებას ანიჭებენ უპირატესობას, ამიტომ ესე ერთბაშად დაუშვათ რაღაცა რისკი იმას, რომ ტურიზმის სექტორს, როგორც კოვიდის დროს იყოს რაღაცა დიდი გამოწვევა შეხვდეს, მინიმალურია, თუ რა თქმა უნდა რაღაცა ისევ და ისევ კოვიდის მსგავსი ან რაღაცა სხვა გლობალური პრობლემა არ შეგვეჯახება, რაც არ მარტო ქართულ არამედ მსოფლიო ტურიზმს გააჩერებს, ხოლო თუ შევხედავთ უფრო ესე ვთქვათ ფართო სურათში ტურიზმი არის საქართველოს ერთ-ერთი მამოძრავებელი ძალა, ძალიან დიდი რაოდენობით მოსახლეობაა ჩართული, ძალიან კარგიც არის ეს ერთი მხრივ, თუმცა მეორე მხრივ რაიმე რისკის შემთხვევაში უზარმაზარ დამოკიდებულებასაც იწვევს. ის მოვლენები, რაც დაუშვათ ირანში ვითარდება ბოლო პერიოდში, ან შეიძლება ევროკავშირსა და ამერიკას შორის გრენლანდიის გამო გაიმართოს, შეიძლება რა თქმა უნდა იყოს ტურიზმის შემაფერხებელი, არა მარტო იმიტომ, რომ დაუშვათ საქართველო არ იქნება უსაფრთხო ან რაღაცა საქართველოსადმი იქნება უნდობლობა, არა, ეს ალბათ უფრო ნაკლებად, უფრო იმიტომ, რომ თუნდაც იგივე ევროკავშირსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობა თუ დაიძაბა, შეიძლება ფინანსური გარკვეული ეკონომიკური ზრდის ნაკლებობა იყოს იგივე ევროკავშირში, საიდან საკმაოდ ბევრი ტურისტი მოედინება საქართველოში, შეიძლება მათ დასვენებასა და გართობაზე უფრო ნაკლებად იფიქრონ დაუშვათ და საქართველოს შესაბამისად უფრო ნაკლები ტურისტი ეწვიოს, იგივე დაუშვათ ირანში მოვლენების განვითარება სამეზობლოში შეიძლება გარკვეული დაძაბულობის წარმოშობი იყოს და თუ იქ დაუშვათ რაიმე ტიპის სამხედრო მოვლენები განვითარდა, ამან შეიძლება რა თქმა უნდა უფრო ფართო რეგიონზეც იქონიოს გავლენა და საქართველოს შეიძლება ამიტომაც გარკვეული ცირკულეები შეექმნას ტურისტების მოზიდვის კუთხით, რა თქმა უნდა ეს არ არის გამორიცხული, თუმცა იგივე ტურიზმის სააგენტო იქნება თუ სხვა დაწესებულებები, უწყებები, რომელიც ტურიზმის განვითარებაზე მუშაობენ, მნიშვნელოვანია რომ რაც შეიძლება უფრო მეტად აფართოვებდნენ არეალს საქართველოში ვიზიტორების, ტურისტების, რამაც შეიძლება ნაკლები ისე გავლენა უნდა იქონიოს ნეგატიური რაიმე ტიპის ესე სირთულის შექმნის შემთხვევაში. ისე მთლიანობაში წელი საკმაოდ მძიმედ დაიწყო, გლობალურად რომ შევხედოთ, საკმაოდ ბევრი გამოწვევა ჩანს წინ და ესე რთულია მაინც და მაინც პოზიტიური შეფასებები გააკეთო, რა თქმა უნდა ამის იმედი გვაქვს, მაგრამ წელი ნამდვილად საკმაოდ რთულად დაიწყო და მოლოდინებიც არანაკლებ რთული არის. ამიტომ ტურიზმის სექტორს რა თქმა უნდა წარმატებებს უსურვებ, თუმცა მრავალი ფაქტორი არის გასათვალისწინებელი ამ ინდუსტრიაში. ძალიან დიდი მადლობა. ვახტანგ ჭარა იყო ბიზნეს პარტნიორის პირდაპირ ეთერის სტუმარი და რა თქმა უნდა არაერთხელ შევხვდებით მთელი წლის განმავლობაში სხვადასხვა აქტუალურ საკითხზე სასაუბრად.